ორი დღის წინ ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნებული მეზღვაურები ბერძნების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ. გემებზე დარჩენილი კოლეგები საქართველოში უმოკლეს ვადაში დააბრუნონ. საბერძნეთში 5 გემზე მყოფი 19 მეზღვაური ამჟამად გაუსაძლის პირობებშია. იგივე პრობლემის წინაშეა სამხრეთ აფრიკაში მყოფი გემის ეკიპაჟის ტექნიკური პერსონალიც. სულიკო ქამადაძემ ბერძნული კომპანია ვლადიმარინის გემზე უფროს მექანიკოსად 7 თვე იმუშავა. მეზღვაური ამბობს, რომ ხომალდზე ამოწურულია საკვებისა და წყლის მარაგი. მეზღვაურები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან და ამ დრომდე არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასები. მეზღვაური ირწმუნება, რომ ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნის შემდეგ მას და კიდევ ერთ ელექტრომექანიკოს პასპორტები ჩამოართვეს და 1 კვირის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ქართველი მეზღვაურები ფიზიკური ძალადობის ფაქტებზეც საუბრობენ. ძალიან წეხის ქვეშ ვიყავით და ისეთი იგი იყო, რომ ჩვენ არავინ არ ვიცოდით, როდის რა გაიღებოდა, კარები ვის შემოვიდოდა, ვინ რას გააკეთებდა, ერთს ეძინა, ერთს გვეღვიძა, ერთს ეძინა, ასე მორიგეობდით ერთმანეთთან, რომ რაც არ უნდა იყოს, ცოტა ფხიზლად ყოფილიყავით. 2 დღის წინ საქართველოში სულიკო ქამადაძესთან ერთად ზაზა ჭოღულაშვილიც დაბრუნდა. ეკიპაჟის ყოფილი ტექნიკური პერსონალი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს 5 გემზე დარჩენილი 19 კოლეგა საქართველოში უმოკლეს ვადაში დააბრუნონ და კუთვნილი ხელფასების დარიცხვაში დაეხმარონ. ამასთან ჭოღულიშვილი მთავრობას მეზღვაურთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას ურჩევს. ხელფასი ჩემთვის ეხლა პირადად მეორადია, იმიტომ რომ ვინარ დღეში ვიყავი, ხელფასი არც ვიფიქრია სიმართლე რო გითხრათ, იყო სიცოცხლის შენარჩუნებაზე ლაპარაკი და ბიჭებიც ამ დღეში არ ჩააგდონ, ამის შეგვავს, იმიტომ რომ ძალიან დიდი განუკითხაობაა და არავინ არ აქცევს ყურადღებას. მეზღვაურების მოთხოვნებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უპასუხეს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებენ. რაც შეეხება 5 გემზე დარჩენილ ქართველ მეზღვაურებს, სააგენტოში ამბობენ, რომ მათთვის სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალურად არავის მიუმართავს. სახელმწიფო კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ვერ ჩაერევა. ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ საქართველოს მოქალაქეს თუ რაიმე პრობლემა შეექმნება უცხოეთში. ისიც საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი დიპლომატიური არხების გამოყენებით ამ პრობლემას აგვარებს, თორემ კერძო სამართლებრივი ურთიერთობებში და ხელფასის ანაზღაურებასთან მიმართებით ჩვენ ვერ დავეხმარებით სამწუხაროდ. იგივე პრობლემის წინაშეა სამხრეთ აფრიკაში მყოფი გემის ეკიპაჟის ტექნიკური პერსონალიც, რასაც მეზღვაურები ახალ ამბებთან სატელეფონო საუბრებში ადასტურებენ. თავარ ამბებში ჩემ შეკითხვებს ახლა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მამუკა ახალაძე უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო მამუკა. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. პირველი შეკითხვა, რა ინფორმაციას ფლობთ საბერძნეთისა და აფრიკის გემებზე მყოფი ქართველი მეზღვაურების შესახებ? როგორც უკვე გაჟღერდა, საბერძნეთის გემფლობელი კომპანიის მფლობელობაში მყოფი 5 გემი იმყოფება აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში. მასზე არის იყო უпроსორად 23 ქართველი მეზღვაური, აქედან 4 უკვე დაუბრუნდა საქართველოს, ჩამოფრინდნენ. ჩვენ მოგმართა ამ მეზღვაურებმა 13 იანვარს დაახლოებით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აბსოლუტურად გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, დაუკავშირდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩავაყენეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვითარებაში და აუკავშირდით საელჩოებს. ყველაფერი ვიღონეთ იმისთვის, რომ ქართველი მეზღვაურების ინტერესები დაცულიყო. ეხლა სიტუაცია გვაქვს ისეთი, რომ გემფლობელი იძლევა პირობას, უკვე ოფიციალურად ჩვენს საელჩო საბერძნეთში მიცეს პირობა, რომ თვის ბოლოს შეეცდებიან დაუფარონ სახელმწიფო დავალიანებები და სრული შემთხვევაში მოხდება მათი რეპატრიაცია. გარდა ამ საბერძნეთის სიტუაციისა, კიდევ პრობლემა გვაქვს 2 გემზე, ერთი არის ბრაზილიაში, სადაც იმყოფება ასევე ქართველი მეზღვაურები, მათაც ძალიან დიდი სახელმწიფო დავალიანება აქვს და ისინი ჯერ არ მოდიან სახში, არა აქვთ სრული წამოვიდნენ საქართველოში იმის გამო, რომ ხელფასის აღებას ცდილობენ და ასევე გვაქვს ახალი кейსი საბერძნეთში გემზე, რომელიც დაპატიმრებულია და მასზეც 3 ქართველი მეზღვაურია. მინდა აღვნიშნო, რომ უბრალოდ თუ მაქვს ამის საშუალება, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ეს. ამაზე მინდა რომ გითხოთ ზუსტად ბატონო მამუკა, დღეს თქვენ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერეთ, მე წავიკითხავ ციტატას, საერთოდ არ არის ჩვენი სააგენტოს საქმე მეზღვაურთა ხელფასების და რეპატრიაციის პრობლემის მოგვარება, ამას ჩვენ კეთილინებით ვაკეთებთ. ვინ უნდა იზრუნოს ამ ქართველ მეზღვაურებზე, რომლებიც უცხო ქვეყანაში გაუსაძლის პირობებში არიან? დიახ, თავი და თავი პრობლემის არის ის, რომ სამწუხაროდ ჩემი კოლეგები, მეც მეზღვაური ვარ პროფესიით და ჩემს უცხო არ არის, ჩემი კოლეგები საქმდებიან დამოუკიდებლად, დაუშვათ
არ გადიან ჩვენთან კონსულტაციას ჩვენ სხვათა შორის ვისარგებლე შემთხვევით და მინდა აღნიშნო რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აქვს უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ მეზღვაურს შეუძლია დარეკოს ტელეფონის ნომერზე 577-22-22-23 და ჩვენ გავუწევთ აბსოლუტურად უფასო კონსულტაციას დავეხმარებით კონტრაქტის პირობების შემოწმებაში და პრევენციას მოვახდნენ დაუშვათ მათი სამომავლო პრობლემების. თუმცა პრობლემა იმაში არის, რომ ბევრი მეზღვაური იმის გამო, რომ ზოგადად დასაქმების პრობლემაა გლობალური მასშტაბით, მეზღვაურების საქმდებიან თვითნებურად არ არიან გაწევრიანებული არც ერთ პროფესიულ კავშირებში. რატომ მიდიან ასეთ რისკზე ქართველი მეზღვაურები? ეს რისკზე იმიტომ მიდიან, რომ დაუშვათ შეიძლება არჩევანის საშუალებაც არა აქვთ. ძალიან რთულია დაუშვათ იგივე რიგითი შემადგენლობისთვის, დაუშვათ ასაკოვანი მეზღვაურებისთვის მაღალი დონის კომპანიებში დასაქმება და ამიტომაც მესმის მათი რისკი აბსოლუტურად, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ კანონმდებლობით და საქართველოს კანონმდებლობით და ჩვენი წესდებით საერთოდ არ არის საზღვაო ტრანსპორტის უშუალო ვალდებულება მეზღვაურების კერძო სამართლებრივ დავებში ჩაერინონ და დაუშვათ ხელფასების პრობლემა მოუგვაროთ. თუმცა ამას ჩვენ მაინც ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს და მთავრობის კეთილი ნება, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვერდში დავდგეთ, ჩვენ ამას გავაგრძელებთ აუცილებლად, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ზოგიერთი მეზღვაური და მათი ოჯახის წევრები გამოთქვამენ უშუალო პრეტენზიას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წინაშე და ჩვენი ბრალი არ არის ის, რომ დაუშვათ მეზღვაურებს შეექმნათ პრობლემა რაღაც უცხოური გემფლობელის გემზე და ხელფასები ვერ აიღեն. მიუხედავად ამისა, მინდა ყველა მეზღვაური, მათი ოჯახის წევრები დავამშვიდო, ემოციები გასაგებია, დღესაც იყვნენ ჩემთან მოსული სამსახურში მეზღვაურის ოჯახის წევრები და ძალიან ემოციურ ფონზე იყო საუბარი, თუმცა მე მესმის მათი და მინდა ყველა დავამშვიდო. ჩვენ რაც შეგვეძლება, აბსოლუტურად ყოველთვის მეზღვაურების გვერდში ვიდგებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ჩვენი სამსახური უკვე 4 წელია ამაზე მუშაობს, ჩვენ დაუბრუნეთ აღიარება ევროკავშირის მთელ საქართველოს მეზღვაურებს ქართული დროშა პირველად გადავიდა ნაცრისფერ სიაჩულ სავსეაში იყო და ეს ჩვენი სამსახურის დამსახურებაა. ჩვენ სამომავლო გეგმებით საკმაოდ სერიოზული გვაქვს და მინდა გავაფრთხილო ყველა მეზღვაური, რომ ვიდრე ხელს მოაწერენ კონტრაქტს, ვიდრე დასაქმდებიან, გაიარონ ჩვენთან კონსულტაცია. ეს კონსულტაცია არის უფასო, არამედ გასაგებია. ანუ თქვენ აღნიშნავთ, რომ არის ინფორმირებულობის პრობლემა. ხომ არ ფიქრობთ რაიმე ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიაზე, რათა უფრო მეტად მიაწოდოთ მათ ინფორმაცია? ჩვენ უკვე რამოდენიმე წელია ამას ვცდილობთ ყველანაირი საინფორმაციო არხებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვებსაიტი www.mta.gov.g, ასევე Facebook-ის გვერდით შეუძლიათ ჩვენი ვებგვერდი, ჩვენი Facebook-ის გვერდი მოიწონ და იქ თავსდება ინფორმაციები. არაერთხელ გამოსულ ვარ მე პირადად თუნდაც თქვენს ეთერში, თუნდაც ნებისმიერი სხვა ქართული ტელეარხის ეთერში და მისაუბრია ამ თემაზე. ეს პრობლემა არ დამთავრდება ასე უცებ, ასე მარტივად. თუმცა იმის თქმა მინდა რომ გავაფრთხილო ყველა მეზღვაური, რომ შეეცადნონ, ძალიან იყვნენ ძალიან ფრთხილად. ჩვენ სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებში გეგმავთ ძალიან ფართომასშტაბიანი კონფერენციის მოწყობა, სადაც მე ჩვენი ინიციატივით, ჩვენი სამსახურის ინიციატივით მოვიწვევთ დამსაქმებლებს, მოვიწვევთ პროფესიულ კავშირებს, მოვიწვევთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვიმსჯელებთ ამ პრობლემებზე, თუმცა ყველა მეზღვაურს მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რისკები არსებობს ტრაფიკინგის, მაღალი რისკები არსებობს მათი მოტყვილების, ჩვენს მიერ აღიარებული საკრონინგო კომპანიებიდან დასაქმდნენ, ან შეეცადონ რომ, იმიტომ რომ ჩვენს მიერ აღიარებული საკრონინგო კომპანიები, რომლებიც ჯერჯერობით ნებაყოფლობები და კანონმდებლობის მიხედვით გარანტიას იძლევა იმისა, რომ მეზღვაურებს პრობლემის შემთხვევაში ისინი მოახდენენ მათ რეპატრიაციას და კიდევ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, აი ყველა ამ ბოლო кейსი რაც გაჟღერდა ტელევიზიით, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი არა მარტო ჩვენ, არამედ მთავრობა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, აუცილებლობის შემთხვევაში თუ კი მათ სიცოცხლე საფრთხე შეექმნება, მოხდეს მათი რეპატრიაცია, მაგრამ მეზღვაურებს თვითონ არ უნდათ ჯერ ამ ეტაპზე წამოსვლა, იმიტომ რომ აქვთ იმედი, რომ ხელფასებს დაებრუნებენ. დავალება საკმაოდ სოლიდურია, დაახლოებით თლიანად ეხლა ეს ბოლო სიტუაცია რაც არის $900,000 შეიძლება იყოს სრული დავალება ყველა მეზღვაურზე და მე მესმის მათ, ისინი ვერ გამოიქცევიან და ვერ მიატოვებენ ამ შანსს, იმიტომ რომ ხელფასის აღების შანსი არის მაშინ როცა იმყოფება გემი მეზღვაური გემზე. და მე მინდა ყველა პირობა მივცე, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყოველთვის იქნება მეზღვაურების გვერდით, ოღონდ მთავარი არის ის მესიჯებს, რასაც ჩვენ ვავრცელებთ და ის რჩევებს, რასაც მეზღვაურებს ვაძლევთ, გაითვალისწინონ. გმადლობთ ბატონო მამუკა. ტრაფიკინგის. გაითვალისწინეთ ეს რჩევები უცხოეთში მყოფი ქართველი მეზღვაურების პრობლემებზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მამუკა ახალაძე საუბრობდა.